რუსთავმა კრივის გრანდიოზულ შოუს უმასპინძლა. მერიის, საქართველოს კრივის კავშირისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საღამოზე 15 ბრძოლა შედგა. მეინ ქარდზე კი 4-ვე ქართველმა გაიმარჯვა და თასები საქართველოში დარჩა. პროფესიონალურ კრივში ლაშა გურულის დებიუტით შედგა, რომელმაც განელი მეტოქე 6 რაუნდიან ბრძოლაში ქულებით დაამარცხა. ჩემი შესაძლებლობების გამოვლენა დაახლოებით 20-25%, მაგრამ აქ უფრო ფსიქოლოგიური მომენტი იყო. მიხარია, რომ ეს დებიუტი შედგა ჩემს ქალაქში, ამდენი ხალხი იყო მოსული. ვფიქრობ, რომ ზუსტად იმ ემოციებით, ესე ვთქვათ, მიიღე სიამოვნება, რომ ჯერ მე აღმოუჩნდი დაბლა და მე ავდექი და ვაჩვენე ჩვენი სულისკვეთება. ეს ბრძოლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამის შემდეგ ვაპირებ ქამარზე, სოფლიოს ქამარზე ბრძოლას და ანუ ქულებს მომატებს, რეიტინგი წინ წამწევს და ძალიან კარგი არის. ახალი სპორტის სასახლე, რომელიც რუსთავში გვაქვს, გვაძლევს სწორედ ისეთ შესაძლებლობებს, რომ უმასპინძლოთ ესეთი მაღალი დონის შეხვედრებს. წინ კიდევ ძალიან ბევრი გამარჯვება და ძალიან ბევრი კარგი პროექტი გვაქვს რუსთაველებისთვის და მთელი ქვეყნისთვის. ძალიან მაგარი ორთავბრძოლების მოსვლელი გავხდით ყველანი. მე მინდა მივულოცო თითოეულ მოკრივეს გამარჯვება. კრივი ტრადიციული ქართული სპორტის სახეობაა და მინდა რომ ამ გამარჯვებით ეთიურად კიდე გაიზარდოს